მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ჩილეში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის მიზეზი მოროდიორობის გახშირებული შემთხვევები გახდა. ქალაქ კონსეფსიონში ხელისუფლებამ მოროდიორების წინააღმდეგ ცხელმსადენი გაზის გამოყენების ნებართვა გასცა. კომენდანტის საათის გათვალისწინებით მოსახლეობას საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება. მოროდიორები თავის აქციელს სასმელი წყლისა და საჭმლის უკმარისობით ხსნიან. ჩილეს ხელისუფლება მოსახლეობას საკვებითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას დაპირდა. მოროდიორობის შესამცირებლად სუპერმარკეტებიდან საჭმელი და სასმელი ხალხს უფასოდ დაორიგდება. ჩილეს ყველაზე დაზარალებულ რაიონებში 10,000 სამხედრო გაიგზავნა. ჩილეში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 700 ადამიანს აღემატება. დაინგრა და დაზიანდა 500,000-ზე მეტი სახლი. უზრუნველყოფად დაკარგული ადამიანების რაოდენობა გამუდმებით იზრდება. სტიქიამ 2 მილიონი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა. საცხოვრებელ სახლებთან ერთად ჩილეში ჩამოინგრა ხიდები, გზები, დაზიანდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზები. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.